საქველმოქმედო კონცერტის მთავარი ადრესატი 10 თვის ივანე ჩხაიძე იყო, რომელმაც გუშინ თითქმის მთელი ოზურგეთი მის ირგვლივ გააერთიანა. ემპათიის გრძნობა გაუმძაფრა და კეთილის საქმე გააკეთებინა. სავსე დარბაზი ამაზე მოწმობდა. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორის ცენტრთან არსებულმა ვაშთა და გოგონათა გუნდებმა, ვოკალურმა და საესტრადო სტუდიებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, ასევე კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა სახელოვნებო წრეებმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა. სახანოში მონაწილე თითოეულ ბავშვთა თუ მშობელს დღის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს მიმართა პატარა ივანეს დედამ და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა. საქველმოქმედო კონცერტის იდეის ავტორი ოჯახის ახლობელი სპორტის პედაგოგი დიმიტრი ტუღუში იყო, რომელსაც მხარდაჭერა მერიის კულტურის გაყოფილების ხელმძღვანელმა ნატალია ხომერიკმა და კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელმა კობა ბანძელაძემ გაუწიეს. კონცერტიდან შემოსული თანხა ივანე ჩხაიძის დასახმარებლად ჩაირიცხა. მე მინდა უპირველეს ყოვლისა მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრს, ყველა მონაწილეს, ვინც გაერთიანდა დღეს და წვრილი შეიტანა მუდიდეს საქმეში ივანეს სიცოცხლის გადარჩენაში. მე ვიცი რა რთული გზის გავლა უწევს პატარა ივანეს, მაგრამ ღვთისშეწევნით ყველაფერს შეძლებს. სულ რამდენიმე ხნის წინ მეც მომიწია მსგავსი ზუსტად ანალოგიური პრობლემის გადატანა და ვერ აქ დაავადებასთან გამყავება, ესე ვთქვათ. ღვთისშეწევნით ჩემი მეგობრების, ჩემი თანაქალაქელების შემწეობით მე შევძელი ამ პრობლემასთან გამკლავება ნაწილობრივ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. უფლება არ აქვს ივანეს დანებების, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყოველივე საუკეთესოს. მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. პირველ რიგში ივანეს მინდა ძალიან დიდი ჯანმრთელობა უსურვო და მინდა ვისურვო, რომ დაამარცხოს ეს ვერაგი დაავადება. დღეს იყო საქველმოქმედო კონცერტი, მთელ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა. ქალბატონ ნატალია ხომერიკს განსაკუთრებით მადლობა, ეკანჭელიძეს, იმ ადამიანებს კობა ბანძელაძეს, რომლებმაც ასე უსასყიდლოდ დაგვეხმარა, გვერდში დაგიდგა და ყველა თითოეულ მონაწილეს, თითოეულ მშობელს ყველას დიდი მადლობა და ზოგადად ოზურგეთის საზოგადოებას მინდა გვერდში დგომისათვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და იმედი მაქვს, რომ ივანე დაავარცხეს ამ ვერაგ დაავადებას. დღეს ყველა ერთად გავერთიანეთ პატარა ივანეს დასახმარებლად. პირველ რიგში პატარა ივანეს ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას უსურვებ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი ყოველთვის მზად არის, რომ მსგავს საღამოებზე, მსგავს საქველმოქმედო საღამოებზე მიიღოს მონაწილეობა და საერთოდ უფასოდ უსასყიდლოდ დაუთმოს თავისი დარბაზი. მე მინდა ყველა ოზურგეთელს მადლობა უნდა უთხრა, ვინც დღეს მობრძანდა აქ და მცირეოდენი წვლილი გაიღო ივანეს დასახმარებლად. მადლობა ყველას. პირველ რიგში ასევე მადლობა ჩვენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას გვერდში დგომისთვის და ყურადღებისთვის.